საუბარი შეეხებოდა საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობებში შესაძლო პროგრესს, მოსალოდნელ პროგრესს ჩვენ 2016-ში ველოდებით ძალიან ბევრი ახალი ინიციატივის დაწყებას იმისათვის, რომ ერთის მხრივ ამ შემთხვევაში მე როგორც თავდაცვის მინისტრი ხვდებოდი ბუნებრივია ვიქტორია ნოლანს და შესაბამისად ერთის მხრივ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის კიდევ უფრო გამყარებისთვის, უსაფრთხოების რკალის გაფართოებისთვის იმ რეალობებიდან გამომდინარე, რომელშიც ვიმყოფებით, ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და საქართველოს თანამონაწილეობაზე აი ამ ერთიან სისტემაში, რომელზეც დღეს ერთის მხრივ ნატოს და მეორეს მხრივ ორმხრივ ფორმატებში მუდმივად არის საუბარი და რა თქმა უნდა ჩვენ ვეძებთ რაც შეიძლება უფრო მარტივ სწრაფ ეფექტურ გამოსავალს, მარტივ სწრაფ ეფექტურ გზას იმისათვის რომ საქართველოს სახელმწიფოს როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის უსაფრთხოება უკეთ იყოს დაცული. მინისტერიალის შემდეგ ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები პროგრესი სახეზეა, ნატოს ღია კარის პოლიტიკა სახეზეა და შესაბამისად ჩვენ გვინდა რომ ვარშავიდან რაც შეიძლება უფრო გაძლიერებულები გამოვიდეთ. ამიტომ როგორც კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ამიტომ საუბრობთ იმ ჩანაწერებზე, რომელიც უკვე ვარშავის სამიტის დეკლარაციაში მოხდება, საუბრობთ იმ შესაძლებლობებზე, რომლის წინაშეც ვართ